მოგესალმებით. დღეს ჩვენ Case Tale რუბრიკაში მოგიყვებით Spotify-ის შესახებ. თუ როგორ აქცია მომხმარებლის data მარკეტინგის საუკეთესო ნიმუშით, ანუ იგივე Spotify Wrapped კამპანიაზე. 2015 წელს Spotify-მ გადაწყვიტა დაეწყო ექსპერიმენტი. შექმნა პერსონალიზირებული წლიური შეჯამება თვითეული მომხმარებლისთვის. ეს შეხედვით მარტივი იდეა გაუზიარო ადამიანებს მისი მუსიკალური გემოვნება დეტალური სტატისტიკითა და მიმზიდველი ვიზუალური ფორმატით. თუმცა, რატომ გახდა ეს კამპანია ასეთი წარმატებული? პირველი ეს არის სრულიად პერსონალური გამოცდილება. შენი მუსიკა, შენი გემოვნება, შენი განვლილი წერი. მეორე, იწვევს ემოციებს, ნოსტალგიებს და რა თქმა უნდა, ხშირად გაღიმებს. და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული, ვიზუალურად მიმზიდველი, შენს პერსონალურ გემოვნებაზე მორგებული კონტენტი გიჩენს მისი გაზიარების სურვილს. კამპანიამ პიკს 2022 წელს მიაღწია, როდესაც 120 მილიონმა ადამიანმა გახსნა თავისი Wrapped. წარმოიდგინეთ, ეს ნიშნავს, რომ 120 მილიონი ადამიანი გახდა Spotify-ის უფასო მარკეტერი, რადგან მომხმარებლების უდიდესი ნაწილი აზიარებს სოციალურ ქსელში თავის შედეგებს. ეს არის თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მონაცემები გადააქციო ისტორიად, რომელსაც მომხმარებელი სიამოვნებით გააზიარებს. ამ კამპანიის წარმატებამ გვასწავლა, რომ პერსონალიზირებულ გამოცდილებას პლუს მარტივი გაზიარების მექანიზმი პლუს ვიზუალური მიმზიდველობა შეიძლება უდრიდეს ვირუსულ მარკეტინგს. თუ მოგეწონათ აღნიშნული ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და კომენტარებში დაგვიწერეთ, თუ როდისმე გაგიზიარებიათ თქვენს Wrapped-ები.